ეს არის დღის ამბები 4-ზე მაშასე რამდენიმე წუთის წინ ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა, რომ მას ასეთი განცდა დარჩა, რომ ივანიშვილი სხვა რეალობაში ცხოვრობს, ისევ ბიძინა ივანიშვილის წერილის ყვალდაქვა, როგორც უკვე გავიხსენეთ 2 კვირის წინ ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბა სანიკიძემ თქვა, რომ ივანიშვილი საინფორმაციო იზოლაციაში ყავდა, ხშირად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებინებენ, რამდენად ადეკვატური აღმოჩნდა მისთვის ივანიშვილის ბოლო წერილი ქვეყანაში შექმნილი რეალობისა. გუბა სანიკიძე განაგრძობს სწორედ ეთერს, მე მას მივესალმები, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გუბას, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ორშაბათს როცა ეს წერილი გამოვიდა, თითქმის არც ერთი გამოშვება ისე არ წამიყვანია, სადაც არ გავიხსენეთ თქვენი ეს განცხადება და მე დღეს მაინტერესებს ყველაზე მეტად ამ წერილმა გაამართლა და გაამყარა თუ არა თქვენი მაშინდელი მოსაზრება. მოგესალმებით ქალბატონო ინგა, მე მინდა ყველა ქალბატონს მოგილოცოთ ნინოობა დღევანდელი დღესასწაული. ასევე გილოცავ. გაამყარა რა თქმა უნდა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა აქვს ძალიან სერიოზული გავლენა უკვე მასზე, იმიტომ რომ ეს დოკუმენტურად წერილობითად დადასტურდა. ძალიან ბევრი საკითხი არის იქ, როგორც ჩანს იქ რამოდენიმე ადამიანი მუშაობდა, რაღაც კოლექტივი მუშაობდა, იმიტომ რომ ერთმანეთის სტილიც განსხვავებულია ერთმანეთისგან, სხვადასხვა საკითხები როგორც ჩანს სხვადასხვა ადამიანებმა დაწერეს. და რაც მთავარი არის სამწუხაროდ, ჩემთვის ასევე დასტურდება ის, რომ ჩვენ გვაქვს არაფორმალურ მმართველობასთან საქმე. იმიტომ რომ დოკუმენტი დაწერილია პირველ მრავლობით პირში. დიახ. რაც უკვე პირდაპირ მიანიშნებს დოკუმენტურად, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს არაფორმალური მმართველობა. იმიტომ რომ ისეთი გავლენიანი ადამიანი ერთი მოქალაქე, თუნდაც ისეთი გავლენიანი როგორც არის ბიძინა ივანიშვილი, ის ლაპარაკობს მთელი ხელისუფლების სახელით. ბატონო გუბას, აი ეს რომ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს, რატომ მოგეჩვენა თქვენ დაუშვათ შემაშფოთებლად ეს ამბავი. შეიძლება ეხა ბევრმა მაყურებელმა იფიქროს, რომ რატომაც არა აქვს მას უფლება, მან შეცვალა სააკაშვილის ხელისუფლება, მან შექმნა ქართული ოცნება. რას ნიშნავს ეს არაფორმალური მმართველობა ქვეყნისთვის? ინგა არ ამართლებს ასეთი მმართველობა, მე ახლა როგორც სპეციალისტი ისტორიკოსი შემიძლია დაგიდასტუროთ და ბევრიც დაადასტურებს ამას, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყოფილა სხვადასხვა სისტემური მართვა, მაგრამ არაფორმალური მმართველობითი სისტემა არის ძალიან იშვიათი. ახლა უახლოეს პერიოდში ჩვენ რო გავიხსენოთ უახლოეს წარსულში ასეთი მმართველობა იყო ირანში აიათოლა ხომეინის დროს და ჩინეთში როცა დენ სიაოპინი მართავდა ფაქტიურად ქვეყანას. ანუ დენ სიაოპინს და აიათოლა ხომეინის მმართველობას გახსენებთ თქვენ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას? ზუსტად ამას მინდა გაუსვა ხაზი, რომ თვითონ სტილი ისეთი არის, არაფორმალური მმართველები იყვნენ, აიათოლა ხომეინის არ ეკავა საერო თანამდებობა, დენ სიაოპინს საკმაოდ დაბალი თანამდებობა ეკავა. მაგრამ განსხვავება თვითონ პერსონებში არის. ახლა მიუხედავად დიდი პატივისცემისა ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მისი გონებრივი, ის ძალიან ნიჭიერი კაცია, ძალიან აი ტალანტი არის ძალიან ბევრ საკითხში, მაგრამ გამონაკლისი არის და არ გავს ამას, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არც სულიერი ლიდერია და არც მით უმეტეს აიათოლა ხომეინი არ არის და არც მით უმეტეს დენ სიაოპინი არ არის, რომელიც კლასიკური გაგებით ჩინური 5000 წლოვანი სახელმწიფო მართვის პირმშო იყო. არ არის ის არც დენ სიაოპინი თავისი შესაძლებლობებით და არც აიათოლა ხომეინი არის. ანუ მისი ავტორიტეტი ვერ წვდება ამ ადამიანების ავტორიტეტებს, ახლოსაც ვერ მიდის. ამიტომ ეს არ არის სწორი და მე ვთვლი, რომ ეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის პირადად მას და როგორც ჩანს ქვეყანასაც, იმიტომ რომ სამწუხაროდ კიდევ ერთი რამ დადასტურდა, რა მე ძალიან არ მინდოდა ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო მხარე და აღმოჩენილიყო ერთ-ერთ პოლიტიკურ ბანაკში, იმიტომ რომ მე არ ვიცი ახლა ასეთმა ჭკვიანმა კაცმა ასეთი შეცდომა რატო დაუშვა, მან ფაქტიურად თვითონ დაიდო ხელბერკილი თავის მაჯებზე. მოიცა არ იცოდით ეს თქვენთვის სიახლე იყო, რომ მე მეგონა მაინც რომ ბიძინა ივანიშვილი მაინც ამ პროცესებს მიღმა დარჩებოდა და მას ექნებოდა ძალიან დიდი უპირატესობა არჩევნების შემდეგ. მას ექნებოდა ძალიან სერიოზული მორალური ავტორიტეტი, თუნდაც პოლიტიკის მიღმიდან, გარედან და მას ექნებოდა გავლენები გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება აწი ქონდეს, იმიტომ რომ
დღეის უпроსორად ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი უკვე არის პოლიტიკური მხარე. ბატონო გუბაზ, თავისთავად წერილი, რომელზეც თქვენ საუბრობთ და ამბობთ, რომ აქ რამდენიმე ადამიანის კვალი დაინახეთ, როგორც წერილის ავტორების, შეგიძლიათ გითხრათ, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ამ ლიდერს ივანიშვილს უყალიბებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ დაწეროს ან თქვას ის, რასაც წერს ან კარგი შეკითხვაა ქალბატონო ინგა. მე ორ საკითხს შევეხები, სადაც მგონია რომ შედარებით მეტი კომპეტენცია მაქვს, ახლა ეკონომიკურ საკითხებზე მე ვერ ვილაპარაკებ, ჯობია ბატონ რეზუშავიშვილს დაუძახოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგვიწევს ბევრი საუბარი მასთან ამ მე შევეხები ორ საკითხს. ერთი პირველი საკითხი ეს არის ემოციური ნაწილი არის იქ რატომღაც აი საქართველოს და ქართული ხალხის მისიაზე, ფუნქციაზე ინგა ეს არის საშუალოზე დაბალი დონის თამადის სიტყვები. აჰა. მე არის ძალიან სერიოზული უვიცობა იქა, კერძოდ შეიძლება წვრილმანი იყოს, მაგრამ ჩემთვის წვრილმანი არ არის და ყოველთვის წვრილმანი ხოლმე გაიზრდება ხოლმე. ანუ აბსოლუტურად უნიჭო კაცის დაწერილი არის, კერძოდ მაგალითად სიტყვაზე თბილისის ცენტრში არის 4 მსოფლიო რელიგიის საკულტო ნაგებობა და იქ წერია რატომღაც ზოროასტრული ნაგებობა. სად ნახეს ეს მათ? და ზოროასტრული რელიგია როდისმერე გახდა მსოფლიო რელიგია. ანუ ძალიან უვიცი კაცის დაწერილი არის ის, რაც ხდება იქა, ხო? აბსოლუტურად გაუმართლებელი, აი თითიდან გამოწოვილი და ემოციას მოკლებული რაღაც ასეთ სალეგძელო, ძალიან დარე ხარისხის თამადის სალეგძელო, რომელსაც ხშირად სუფრაზე აღარ უსმენენ ხოლმე. შემდეგ ის დაღეჭილი თემა, რომ ახლა ამ წერილს უცხოელები გაეცნობოდნენ, ხო, საელჩოები გაეცნობოდნენ, ხო და ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დარჩებოდა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ აი მოყვანილი რო არის ეს ცნობილი ფაქტი, რომ აი ძალიან ახლოს ერთმანეთთან ახლოს დგას ქრისტიანული ტაძარი, მინარეთი, ეს მეჩეთი, უпроსორად მინარეთი და ზოროასტრული ისა. მე შემიძლია სულ ცოტა აი უცებ შემიძლია ერთი 100 ქალაქი დაგისახელოთ, სადაც ასეთი ვითარება გვაქვს სოფლიოში. ანუ ვინც ეს არის ძალიან სერიოზული უვიცობის ეს ნაწილი უწიგნურის დაწერილია ფაქტია. ეს ერთი. ვინ არის არ ვიცი. კი ბატონო. მეორე ნაწილი, უფრო სერიოზული ნაწილი, საგარეო ორიენტირები. ეს არის განულებული, არაფრის მთქმელი, არაფერი სიახლე, რაღაცა ძველ ჩარჩოში მოქცეული ის და კიდევ საკუთარ სამშობლოს ცოტა მეტი პატივი ვცეთ და მარტო სატრანზიტო ქვეყნად ნუ განვიხილავთ. ანუ არასწორი არის საგარეო ვექტორები, აბსოლუტურად არაფერი ახალი ნათქვამი არ არის, ზღაპრები და ზღაპრები. ბატონო გუბაზ, მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ უფრო კარგად იცნობთ, ცხადია, ხო, ბიძინა ივანიშვილის მისი პარტნიორები იყავით და პირადი შეხება გქონიათ. მას როგორ უნდა ვიფიქროთ, მართლა ჯერა, მაგალითად ის, რომ უმუშევრობის დონემ დაიწია, რომ 2013-15 წლებში მაგალითად 55,000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რომ ეკონომიკა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკისკენ გადაიხარა და რომ 2030 წლამდე ხალხი მართლა აცდის ქართულ ოცნებას, ხელისუფლებაში ყოფნას. ეს თქვენ როგორ გონიათ მას ჯერა თუ ეუბნებიან და ისიც იჯერებს. ზუსტად ამაშია პრობლემა, ზუსტად და მე ვწუხარ ძალიან, რომ მისი გარემოცვა არის არაკომპეტენტური, უვიცი ადამიანებით დაკომპლექტებული. ახლა ეს როგორ ჩანს საბოლოო ჯამში მაინც ბიძინა ივანიშვილის გემოვნების საკითხი არის, მაგრამ აქედან დასკვნა რა, რომ ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ ქართული ოცნების მთავარი ავადმყოფობა როგორც ჩანს გაგრძელდება და გაძლიერდება, ეს არის ქრონიკული დილეტანტიზმი. იცით რა მინდა რომ გკითხოთ, რა პერსპექტივას ხედავთ თქვენ? აი ჩვენ ნახეთ დაუშვა წერილი ლიდერის, რომელიც წერილზეც ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ აინტერესებდა, ყველა დიდი ინტერესით გაეცნო და ჩვენ ხედავთ ქვეყნის სულ სხვა რეალობას. წეგა ნინო ამბობდა ბურჯანაძე, რომ ეს სხვა რეალობაშიაო ადამიანი, რომელმაც ეს წერილი წარმოგვიდგინა. დღეს მაგალითად არის ბავშვთა დაცვის დღე და UNICEF-ის განცხადებით გავხსენი მე ეთერი, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი საქართველოში არის
არის აი ესეთ სიღარიბეში ცხოვრობს. რა პერსპექტივას ხედავთ, როცა ჩვენ დაუშვათ ყრილობაზე არ მოგვისმენია მთავარი ეკონომიკური მესიჯები, დაპირებები, ასე შემდეგ და უბრალოდ წერილით გითხესო 2030 წელს იქნება კარგად ყველაფერი. ჩემთვის გამოცანად რჩება 2030 წლამდე როგორ მიდის ქვეყანა. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია იქამდე, ხო? როგორ აპირებენ ამის განხორციელებას? მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით არა, რის რეფორმირებას აპირებენ, თქვათ, დაუტოვოთ ეს საკითხი ეკონომისტებს. ახლა მე მეორენაირად გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მინდა შევხედო. საქართველოს აკვარიუმში იქნება? გარე ფაქტორები არ იმუშავებს? რუსეთი გაქრება, თურქეთი გაქრება, რეგიონში ჩაცხრება ეს რაც ხდება? ამის გათვალისწინებით ხვდებით ჩვენ 2030 წელს ბედნიერების კარიბჭეს მიუკაკუნებთ? ანუ აბსოლუტური დილეტანტიზმი არის. ეს არის განცხადება, ეს არის ეპისტოლარული წერილი მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ ისევ ოცნებებზე, აუსრულებელ ოცნებებზე. სამწუხარო ეს ჩემთვის, მე მინდა ვაღიარო, ეს არის ჩემთვის სამწუხარო. მე გაცილებით უკეთეს რამეს მოველოდი. თუმცა ისევ მინდა გავიმეორო, რომ ამ წერილის გამოქვეყნებით ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დაიპატარავა თავისი მასშტაბები საომავლოდ ქვეყანაში და აწი არჩევნების შემდეგ რაც მოხდება ქვეყანაში, კარგიც თუ ცუდიც, უშუალოდ მას შეეხება. ცუდი ამინდიც კი დაბრალდება უკვე საქართველოში ბიძინა ივანიშვილს. სამწუხაროა ეს ჩემთვის, იმიტომ რომ მას შეეძლო მიღმა დარჩენილიყო ამ მოვლენების, ყველა პოლიტიკური ძალა ჩაეყენებინა თანაბარ პირობებში, მაგრამ ის აღმოჩნდა ოცნების ერთ-ერთი წევრი და სამწუხაროა ეს ჩემთვის, იმიტომ რომ რაც შეეხება ოცნებას, ახლა მე ალბათ კარგად ვიცნობ ამ პოლიტიკურ პარტიას, ძალიან კარგი ადამიანები არიან ცალ-ცალკე, მაგრამ როგორც პარტია ჯერჯერობით არ ეთყობა, რომ ისინი სტრუქტურულად რამეთ ჩამოყალიბდნენ და კიდევ კრიტერიუმი ადამიანების შერჩევის ჩვენ ნახეთ ახლა უახლოეს დღეების წინ. რითი დაგამახსოვდათ ის რებრენდინგი, რომელიც ხელისუფლების გუნდმა შემოგთავაზა. აბსოლუტურად უცხო, აბსოლუტურად არაფერში მონაწილე. იცით როგორ არის? ახალ სახეებზე როცა არის ლაპარაკი, ეს სწორად უნდა იქნას გაგებული. ახალი სახეები საკუთარ პარტიის რიგებიდან უნდა წამოწიო და არა გარედან მოიყვანო. გარედან მოყვანილი ხალხის მეთოდიკა ვნახეთ, ხო ჩვენ? მაინც? თვითონ ბატონ ბიძინაც კი უკმაყოფილოა ძალიან ბევრი, ვინც გარედან მოიყვანა მან. იგივე პრეზიდენტი, იგივე თბილისის მერი, რაც და ჩვენ სხვათა შორის თავის დროზე უთხარით თბილისის მერზე, რომ ნუ დაასახელებთ. ჯერჯერობით ნუ დაასახელებთ, ხო თბილისის მერს, იმიტომ რომ სხვა რამე არის, ეს მარტო ქალაქი არ არის, ეს მარტო 1 მილიონი მოსახლე არ არის, ეს არის თბილისის სახელოვანი ქალაქი. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, ნარმანია ძალიან ნიჭიერი კაცია. ძალიან განათლებული კაცია, ძალიან კარგი ადამიანია, მე ვიცნობ მას, მაგრამ თბილისის მერობისთვის ეს მარტო საკმარისი არ არის ინგა. იმიტომ რომ თბილისი ნახევარი საქართველოა. რა თქმა უნდა, გეთავაზებთ. ამიტომ ეს შეცდომები და მე გულის წყრომა რომ აი არ გამიმართლა ნარმანიამ თურმე აღმოჩნდა რომ მეცნიერი უნდა ყოფილიყო. ანუ თქვენს გაქვთ ეგ ინფორმაცია რომ ივანიშვილი ფრიად უკმაყოფილოა დავით ნარმანიათი? არსებობს ეს? მაგ აგეთა ეს განცხადება, ხო, კარგი მეცნიერი არისო და ახლა რო აირჩევდა მე აღმოაჩე რომ მეცნიერია. მაშინ ნარმანია შეიძლება პარლამენტისთვის უკეთეს ყოფილიყო, თქვა კომიტეტის თავმჯდომარედ, ან უნივერსიტეტში ყოფილიყო უკეთესად. ადამიანების შერჩევას აქვს მნიშვნელობა, მარტო შერჩევას არ აქვს მნიშვნელობა, რა ადგილზე და როგორ და რა ვითარებაში იმუშავებენ, იმას აქვს მნიშვნელობა. მადლობა. ამ მიმართულებით როგორც ჩანს ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ოცნებას. მადლობა ბატონო გუბაზ, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ და ყოველთვის საინტერესოა ხოლმე თქვენთან ინტერვიუ. იმედია ბევრჯერ მოგვიწევს წინა საარჩევნოდ საუბარი უკვე იმაზე, ერთი არის ხვების კრიტიკა, თუნდაც ყოფილი პარტნიორების და მეორეა თქვენ რა შესთავაზებთ ამ მომრჩევას, ამ თემებზე ჩვენ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს, მე მინდა რომ წარმატება გისურვოთ ნახვამდის. თქვენ უსმენთ გუბას სანიკიძე